ამერიკის სხვადასხვა შტატში არაერთი ქართული რესტორანი, კაფე თუ ღვინის მაღაზია, თუმცა ყველა მათგანი ერთნაირად წარმატებული ცხადია არ არის. ამერიკის ხმის ჟურნალისტი ეკა მაღალდაძე ფილადელფიაში რამდენიმე თვის წინ გახსნილ კაფესა და თონეს ეწვია. როგორ იქცა ქართული სამზარეულოს მონატრება წარმატებულ ბიზნეს პროექტად. ეს პენსილვანიის შტატში, ფილადელფიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქართული კაფე და საცხობია. ქართული პური სულ 4 თვის წინ გაიხსნა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. თონეში დღეში ასობით პური ცხება, მზასაკვები მალევე იყიდება. კაფეში კი კვირის ბოლოს დაჯავშნის გარეშე თავისუფალი მაგიდის პოვნა რთულია. ჩვენ აქვე ახლოს დაახლოებით 5 წუთის მანძილზე ვცხოვრობთ და რესტორნის ძალიან ხშირი სტუმრები ვართ. ვიცნობთ მე პატრონეებსაც. თუ აქ მოსვლას ვერ ვახერხებთ, მაშინ სახლში ან სამსახურში მისატანად ვუკვეთავთ. ხშირად აქვე აღვნიშნავთ დაბადების დღეებს თუ ოჯახურ დღესასწაულებს. გასულ კვირასაც აქ ვიყავით, გემრიელი საჭმელი და სასიამოვნო გარემოა. ჩვენ თვითონ კავკასიიდან ვართ, ბაქოდან, ასე რომ კარგად ვიცნობთ ქართულ სამზარეულოს და ძალიან მოგწონს. ქართული პურის მფლობელი იმედა ლონდარიძე თავდაპირველად მხოლოდ თონის გახსნას გეგმავდა. შემდეგ მზაკვების ობიექტისა და კაფეს დამატებაც გადაწყვიტა. ამბობს, რომ რისკი გამართლებული იყო, რადგან ფილადელფიაში და კონკრეტულად ამ ადგილას ქართული კვების ობიექტის გახსნა ცარიელ მოედანზე ბურთით მარტო ყოფნას ნიშნავდა. ბაზარზე შემოვედით, რომელზეც არ არსებობდა ფიზიკურად ქართული. და გათვლილი მქონდა დაახლოებით, რო გითხრა, დღეში შეიძლება მოუმსახუროთ 100 ადამიანს. მაგრამ იმაზე მეტი არის, რაც გავთვალეთ. ბევრად მეტი. ქართული საცხობი და კაფე ოჯახური ბიზნესია. აქ 15-მდე ადამიანია დასაქმებული, მათგან პრაქტიკულად ყველა ქართველია, ბევრი მათგანი კი ლონდარიძეების ოჯახის წევრი. ბიზნესის მეპატრონე ამბობს, რომ წარმატების მთავარი პირობა მათ მიერ სწორად შერჩეული ადგილი იყო. მთავარი მიზეზი ამ ადგილის იყო ის, რომ ქართული დასახლებაა ძალიან დიდი და არა მარტო ქართული. ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობენ ქართულ სამზარეულოს. დაახლოებით 15-20 წუთის რადიუსში ძალიან ბევრი ქართული ცხოვრობს, რუსი, უკრაინელი, სომეხი და ასე შემდეგ, რომლებიც კარგად ცნობენ ქართულ სამზარეულოს და იციან ქართული სამზარეულოს შესახებ. განსაკუთრებული პოპულარობით მზაკვების ნაწილი სარგებლობს. კაფე მსურველებს ქართული კერძების ადგილზე მიტანის სერვისსაც სთავაზობს. მე ქართველი კოლეგები მყავდა და სწორედ მათ გამასინჯეს თქვენი სამზარეულო. რაც გავსინჯე, ყველაფერი მომეწონა. სოუსებიც კი ძალიან გემრიელი გაქვთ, საწებელი, ტყემალი. ადრე ქართულ რესტორანშიც ხშირად დავდიოდით ერთად, რომელიც შემდეგ დაიკეტა. ახლა კი აქ პირველად ვარ და თუ მომეწონება, აუცილებლად დავბრუნდები. ქართული პურის მეპატრონეები ამბობენ, რომ ბიზნესის წარმატებამ მოლოდინს გადააჭარბა და გაფართოებაზეც ფიქრობენ. თუმცა მანამდე ქართული სამზარეულოს მოყვარულებს კვირაში 6 დღე სწორედ აქ, ფილადელფიაში მასპინძლობენ. ეკა მაღალდაძე, ამერიკის ხმა, ფილადელფია. დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას ვაშინგტონი დღეს. მომავალ კვირასაც შემოგვერთით აქ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე. მანამდე კი გვესტუმრეთ ვებგვერდზე www.amerikisxma.com. ასევე შეგიძლიათ შემოგვერთეთ Facebook-ში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ჩვენ ერთი კვირით გემშვიდობებით, თქვენ კი გახსოვდეთ, რომ ამერიკის ხმა ინფორმაციის სანდოწყაროა.